თქვენ უყურებთ კონტაქტს 6 საათზე. შემოგვიერთდება ახლა ჩვენი სტუმარი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ნინო გოგუაძე. ქალბატონო ნინო, საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ პასუხობთ კონტაქტის შეკითხვებს. და ხვალ ხართ მშვიდობისა ნინო, მივესალმები თქვენს მაყურებელს. საღამო მშვიდობისა. ქალბატონო ნინო, კაბელების საქმით დიდი მადლობა ნინო, მივესალმები თქვენს მაყურებელს. განხილვა გაიმართა დღეს სააპელაციო სასამართლოში. როგორ მიმდინარეობს პროცესი და ასევე მოგვიყევით სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ. რა წერია ამ საქმის ირგვლივ დასკვნაში და რამდენად მნიშვნელოვანია დაცვისთვის ეს დოკუმენტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სააპელაციო სასამართლომ ომბუდსმენის მიერ მომზადებული დოკუმენტი მტკიცებულებად ცნო. ნინო, დიახ, დღეს მიმდინარეობდა სააპელაციო სასამართლოში მორიგის ხდომა, სადაც დაცვის მხარემ დაასრულა თავისი სიტყვა წარმოთქვა პროკურატურამ, დაიწყო პროკურატურამ. მართალი გითხრათ, ცოტა ცინიკური იყო, როდესაც პროკურორმა მოითხოვა ამ ადამიანებისთვის ბრალის დამძიმება და ჩათვალა, რომ 7 წელი ამ ადამიანებისთვის არის ცოტა, ასე რომ მართლაც უცნაური დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს და არა მარტო თავისუფალ დემოკრატებს, მე მგონი საზოგადოებაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები. ამ ადამიანების უდანაშაულობაზე მეტყველებს ძალიან ბევრი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, რომლებმაც შეისწავლეს ეს პროცესი და მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნა, რომელმაც ისარგებლა რა სასამართლოს მეგობრის სტატუსით, საფუძვლიანად შეისწავლა ეს საქმე და მან თავის დასკვნაში თქვა, რომ ის ნორმა, რომლითაც ეს ადამიანები გასამართლდნენ, არის სრულიად შეუსაბამო კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან და ამიტომ ეს თავისი დასკვნა გადააგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ასევე მოგეხსენებათ თქვენ, რომ ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს სწორედ საკონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით. ასე რომ დაცვის მხარემ თავის მტკიცებულების წარდგენის დროს სახალხო დამცველის ეს დასკვნა წარადგინა სასამართლოზე როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება და მოსამართლებმა დაუშვეს მისი დასკვნა როგორც მტკიცებულება. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში ყველაფრის მოლოდინი გვაქვს, მათ შორის იმის, რომ სააპელაციო სასამართლომ შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ასევე ვაგრძელებთ ბრძოლას როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ამ ინსტანციის სასამართლოს დასრულების შემდეგ ვფიქრობთ რაღაც სხვა ინსტანციისთვის მიმართვას. გასაგებია, ქალბატონო ნინო. ასე რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რაც მთავარია, ეს არის ნამდვილად თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე, რომელიც მიმართული იყო მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას. აი, სწორედ ირაკლი ალასანიაზე მინდა რომ მკითხოთ, პროცესს დღეს არ დაესწრნენ თქვენი პარტიიდან წასულები, მათ შორის ირაკლი ალასანია. სხდომაზე ჟურნალისტებმა მხოლოდ ალექსი პეტრიაშვილი შენიშნეს. რატომ არ მოვიდნენ თქვენი პარტიის ყოფილი ლიდერები დღეს სხდომაზე, თუ გაქვთ ინფორმაცია? იცით რა, ირაკლი ალასანიას რაც შეეხება, მან რამდენიმე დღით დატოვა საქართველოს და მხოლოდ ამის გამო არესტრებოდა დღევანდელ სხდომას, იგი აუცილებლად მომავალში დაესწრება და სანამ ეს ბიჭები იქნებიან ციხეში, არსად არაპირებს საქართველოსთან წასვლას, ასე რომ ეს ნამდვილად ასეა. ბუკა პეტრიაშვილი იყო დღევანდელ სხდომაზე, სხვა ადამიანების შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ გვახსოვს, რომ ყველანი ერთად ამბობდნენ, რომ ეს არის მათი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანურად ასეც არის და ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაც ობიექტური მიზეზები იყო, რის გამოც ისინი ვერ დაესწრენ თუ არ დაესწრენ ამ სხდომას, მომავალი გვიჩვენებს. შესაძლოა ამ ადამიანებს პრიორიტეტები შეეცვალათ, ქალბატონო ნინო? არის ამის შესაძლებლობა? მე მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანები ასე სწრაფად მით უმეტეს იმ ტყვეობაში მყოფი ადამიანების მიმართ პრიორიტეტებს ვერ და არ უნდა იცვლიდნენ.
გასაგებია თუ კი ინფორმაციას გავითვალისწინებთ, რომელიც გავრცელდა, მაგალითად ვიქტორ დოლიძეზე, რომ ის შესაძლოა მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდეს, მაშინ შესაძლოა მას თავით შეეკავებინა, ასე ვთქვათ, დღეს პროცესზე მოსვლისაგან. კარგით, კაბტონ ნინო, ახლა მინდა ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ სივრცეზე, რომელშიც თქვენ გიწევთ ახლა საქმიანობა. პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები შექმნიან პოლიტიკურ ალიანსს ან ბლოკს, არის ამაზე უკვე საუბარი, სადაც შესაძლოა ლიდერების სახით ვიხილოთ უსუფაშვილი და ალასანია. რეალურია ეს შესაძლებლობა, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? ნინო, იცით რა მინდა გითხრათ, მართლაც ძალიან მძიმე სიტუაცია შექმნილი განსაკუთრებით პროდასავლური პარტიების პოლიტიკურ ველზე. აქ ნახეთ, რომ ჩვენი პარტიიდან წავიდა ბევრი ლიდერი, მაგრამ ჩვენ დავრჩით მე და შალვა შავგულიძე და ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორის აღმასრულებელ დივან თამარ კეკენაძესთან, ლევან სამუშიასთან, ალუდა გოგლიჩიძესთან და ასე შემდეგ პარტია განაგრძობს ფუნქციონირებას. ჩვენ ვთვლით, რომ პირველი ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს პარტიის რეორგანიზაცია და წელში გამართვა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რაც შეეხება კონსულტაციებს, რა საკვირველია, ჩვენ პოლიტიკა არის კონსულტაციები და ყველა პროდასავლურ ძალასთან გავივლით კონსულტაციებს, მათ შორის დავით უსუფაშვილთან, რომელიც არის ჩვენ დიდი ხნის პარტნიორი და მის კომპეტენციაში არავის ეჭვი არ გვეპარება, უბრალოდ გვაინტერესებს რა ხდება, რატომ დაიშალა რესპუბლიკური პარტია და როგორ ხედავს მომავალს დათო უსუფაშვილი. ეს კონსულტაციები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ დღეს რაიმენაირ გაერთიანებაზე, რაიმენაირ ალიანსზე ლაპარაკი ძალიან ადრეა და მე ვფიქრობ ცოტა არასერიოზულიც. ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პარტია გავმართოთ წელში და რომ აქ ამ პარტიის ბაზაზე შეიქმნას პლატფორმა, სადაც ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება და საქართველოს როგორც ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ შეიკრიბონ და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქავტონინო, ეს შეეხება თავისუფალ დემოკრატებს. მე მაინტერესებს, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ და რამდენად ხედავთ შესაძლებლობას, რომ გაერთიანდნენ ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი. ირაკლი ალასანია 2-3 წლით გავიდა პოლიტიკიდან, ამიტომ მას უნდა რომ დიახ, მისი ცოდნა და უნარები, დიპლომატიური, საერთაშორისო ურთიერთობების მოახმაროს საქართველოს და თან ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ცოტა გარედან შეხედოს, რადგან როდესაც სისტემის ნაწილი ხარ, შეიძლება ასე მთლიანობაში გამოგეპაროს სისტემა, ასე რომ დღეს ამაზე ლაპარაკი უბრალოდ წარმოუდგენელია. რა იქნება 3 წლის შემდეგ ვნახოთ, დღეს არავინ არაფერი არ ვიცით, რა იქნება 3 წლის შემდეგ. ერთადერთი ვიცით ის, რომ ვინც დავრჩით აქ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის. ქავტონინო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია შესაძლოა ამერიკაში წავიდეს და მუშაობა, საქმიანობა იქ განაგრძოს რამდენიმე წლის განმავლობაში. გააქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? მე არაერთხელ მithქვამს, რომ დიახ, საქართველოში ირაკლი ალასანია ყოფნას ამ 2 წლის განმავლობაში არ აპირებს, იგი აპირებს საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის გაწევას, ასე რომ სად, როგორ, რომელ ქვეყანაში წავა და რა ორგანიზაცია იქნება ის, სადაც იგი თავის საქმიანობას გააგრძელებს, დღეს ამის შესახებ მე ვერაფერს ვერ გეტყვით. გასაგებია, ვრცელდება ინფორმაცია ბოლო პერიოდში აქტიურად, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. თუ იცნობთ კობახიძეს, როგორ შეგიძლიათ ის დაახასიათოთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად უხელმძღვანელებს ის საკანონმდებლო ორგანოს? ნინო, იცით რა, მე ირაკლი კობახიძეს ვიცნობდი მანამ, სანამ იგი გახდებოდა პოლიტიკოსი, იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, მე მგონი NDI-ის წევრი იყო, ზუსტად არ მახსოვს ორგანიზაცია, ჩვენ ერთად ვიყავით შვეიცარიაში და ძალიან სიმპათიურ შტაბ-ბეჭდილებას ტოვებდა. რაც შეეხება მას როგორც პოლიტიკოს, მე ვიცნობ მხოლოდ ტელევიზიიდან, მართალი გითხრათ, ცოტა შეუსაბამოა
იმ ადამიანზე წარმოდგენა, რომელიც მე შემექნა, სანამ იგი შევიდოდა პოლიტიკაში და დღევანდელი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძე, მაგრამ იგი ახალგაზრდა კაცია, მე ვურჩევდი, რომ იმ რიტორიკიდან, რომელიც დამახასიათებელი იყო მისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოსულიყო, ცოტა უფრო მეტი მოქნილობა არის საჭირო, აუცილებელი იმისთვის, რომ პარლამენტს ასეთ მნიშვნელოვან ორგანოს უხელმძღვანელო და მე მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ რომ მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება და არ შეიძლება არ ვუსურვოთ. თუმცა ეხლა ჩემთვის დათო უსუფაშვილი გაცილებით უფრო როგორ ვთქვა, გონია რომ გაცილებით უკეთესი კანდიდატი იყო და თავმჯდომარეც იყო პარლამენტისა. ასე რომ ვნახობთ, მე მაინც ყოველ შემთხვევაში მას წარმატებებს ვუსურვებ. ბოლოს მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ თავისუფალი დემოკრატების გეგმებზე, სამომავლო სტრატეგიაზე და აპირებს თუ არა პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და დაგემშვიდობებით, ქალბატონინო. ნინო, დიახ, ამაზე ვილაპარაკე, ჩვენთან მიმდინარეობს პარტიის რეორგანიზაცია, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სწორედ იმ ადამიანების კრისტალიზაცია, რომლებიც მზად არიან იყვნენ ოპოზიციურ პარტიაში, დიახ, ოპოზიციურ პარტიაში მერე რომ არ აღმოჩნდეს, რომ მათ ხელისუფლებაში უნდათ ყოფნა და თანამდებობების დაკავება, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთ თვეში ალბათ დავასრულებთ ამ პროცესს, შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციას ყველა ჩვენი ღირებულების მქონე პარტიასთან და იმის რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რა საკვირველია ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ასე რომ ვნახობთ, ეს არის ჩვენი უახლოესი გეგმები და მე მგონია, რომ ძალიან წარმატებულები ვიქნებით ამ გზაზე. გასაგებია და ბოლოს მაინც გკითხავთ პრეზიდენტის არჩევის წესზე, სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ თქვენი ჩართვის შემდეგ. სავარაუდოდ დაანონსებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და სავარაუდოდ დღის წესრიგში დადგება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან მიმართებაში? როგორ ფიქრობთ ზოგადად ქვეყნის პირველი პირი უნდა აირჩიოს პარლამენტმა თუ ამომრჩეველმა და დაგემშვიდობებით? გისმენთ. მე მართალი გითხრათ, ამ მწირე დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში დიახ, ძალიან ცუდად ვუყურებ იმას, რომ შეიძლება პრეზიდენტის არჩევნები მოხდეს პარლამენტის მიერ, მაგრამ აქ მინდა ერთი ჩემი დაკვირვება გამოვხატო და ავხსნა, რომ ეს პარლამენტი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ამ კონსტიტუციის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ამ პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ აირჩიოს პრეზიდენტი. და რაც არ უნდა კონსტიტუციური ცვლილებები შეიტანონ, დამატებით უკანა რიცხვით ამ პარლამენტს იმის ლეგიტიმაციას ვერ მისცემენ, რომ 18 წელს მოხდეს პრეზიდენტის არჩევა ამ პარლამენტის მიერ, რომელსაც არ აქვს ხალხისგან ეს ლეგიტიმაცია. ასე რომ ამაზეც დაფიქრდნენ, თუ 18 წელს უნდათ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მაშინ მათ მოუწევს რიგ გარეშე არჩევნების ჩატარებაც. მე ასე ვფიქრობ და დიახ, ის რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 2 დღის წინ გვეუბნებოდა, რომ ისინი პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეეხებიან, ამას მხოლოდ წლების მერე შეიძლება დადგეს დღის წესრიგში და გუშინ უკვე მისი გუნდის წევრები ხმამაღლა ამბობდნენ, რომ კონსტიტუცია ამ მიმართულებით არის გადასახედი, ბილად რომ ვთქვათ, ძალიან საკვირველია, რადგან მე ასე ვიცი ფორმალურად, რომ ამ უმრავლესობის ლიდერი არის გიორგი კვირიკაშვილი. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ნინო გოგუაძე იყო ჩვენი სტუმარი და უტოპიური იდეა, რომელიც